თავიდან 1 2 3 კაი გაშაი. და ძალიან კაია. აბა ატამი და პროშუტო. საინტერესო ამბავია. ჩემი passion არის ფლაშასთვის საჭმლის ასლა. როგორი ჭმევა არ ვიცი. მითებს რომ ვანგრევთ, არ ხო, დაგვაუწყდეს. დღეს დაინგრევა ბევრი მითი. როგორი დღელი და მსუბუქია. ავზე შევიზიგე. მერანოს ღვინის ფესტივალზე მივიდივართ. დღეს და რაც თავარია ვანგრევთ მითებს ღვინოზე. მითია თუ რეალობას გავაკეთებთ, ბევრი მითი არსებობს ღვინის შესახებ. ღვინის მოყვარულებშიც და არამოყვარულებშიც. არამოყვარულებიც იბრალებენ ხოლმე, რომ აი ეს მაო ესეა და ეს ხო იცი კაცო, აბა ეგრეა და ღვინის ექსპერტებს ჩავწერთ. ბევრ ძალიან კარგ და მაღალი ხარისხის ღვინოს გავსინჯავთ, იმიტომ რომ მერანოს ფესტივალზე უკვე გადარჩეული ღვინოები ხდება და ფესტივალზე სად ვართ, რა იქნება დანარჩენი შატო მუხრანში დაგიანოს. ხო, იქ ჩავალთ, იქ მოგიყვებით დანარჩენს. ვის რა უნდა მოყევით ახლა რამდენი რა? ესპრესო მინდა მე. აი მეც ესპრესოს და დავიწყეთ. ნახე რა სისტრაფით შვებილა შაშაგელი შვილი. არა, წინსვლა გაქვს. ჰოთ-დოგი რო გინდა და ჰოთ-დოგი უნდა ო. გაგვასწრებთ. მიდი შევუკვეთეთ რო არ დავყავ. ჰოთ-დოგი გინდა? გამსად და იტრიალა იბრუნა და მოვიდა ჩემთან. ეს პური კიდე დაურბილებია. ავედით. ჩამოვედით შატო მუხრანში, ავიღეთ ჩვენი ჭიქები. ტრადიციულად. ჩემს კოლექციას შეემატება მერანოს ღვინის ფესტივალის ჭიქაც მიხარია. ისეთი სილამაზეა ყველგან. ისეთი სილამაზეა. გაშლილია ფუდკორტები, ორანჟერეაშია, ძირითადი ღვინოების დეგუსტაცია, სასახლეშია, უფრო ვიწრო პროფესიონალებისთვის. უფრო პროსეგმენტის წარმომადგენლებისთვის პროფესიონალური დეგუსტაციები არის იქ. 3 სხვადასხვა დეგუსტაცია გაიმართება, იტალიური, თურქული და უნგრული, ხო? დიახ ბატონო. მითებს რომ ვანგრევთ, არ დაგვაუწყდეს. ხო, დღეს დაინგრევა ბევრი მითი. ღვინის შესახებ. მოდი ნელ-ნელა შევიდეთ ორანჟერეაში, დავიწყოთ ღვინოების გასინჯვა. ჩვენ და გასაკვირად მინდა გითხრა, რომ ანა იყო სკეპტიკურად განწყობილი, რომ საჭმელიო ბევრი არ იქნებაო ვიდეოში რა ვქნასო და ხედავთ იქით პაცაც არის, ყველაფერი არის. საჭმელიც გვექნება, სასმელიც გვექნება, ფეხბურთიც გვექნება და ეგ არის რა. ძალიან ცნობილი შეფის რუდოლფ ვან ნუნენის მასტერკლასი იქნება და მაგის მომზადებულსაც გავსინჯავთ. კაი, გაშაყელი. და წავედით. წავედით. პირველ ღვინოსთან მოვედით, რადგან შატო მუხრანის ორგანიზებით წერდება მასპინძლების გავსინჯოთ. ხო, და ქართული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითაც. დავიწყებთ შატო მუხრანით. რითი დავიწყოთ? 2015 მოსავალი, უჟანგავი ფოლადი, მუხაში დავარგებული, დიდი კასრები, იმისთვის რომ ზედმეტი არომატი არ გქონდეს მუხის და მე უკვე ბოთლში დავარგებული, დაახლოებით 2017-დან. დღემდე საინტერესო ხმა ამავდროულად რაღაც მომენტში შეიძლება ინტენსიურიც დავარქვა, იმიტომ რომ კარგად იგრძნობა ყველაფერი ის რაც შიგნით არის. რა არის შიგნით იმას არ გეცეთ, იმიტომ რომ მე ხო არ გვაცალებ თულის გასინჯვა და. კაი. ეს არის Royal Reserve, ხო? ეს არის გორული მწვანის სამეფო რეზერვი. 2015 წლის მოსავალი. ძალიან ბევრი არომატი მოდის. ციტრუსით ცოტა. ბალახით. ძალიან ცინცხალი და რბილი არის, აი ძალიან კაი დასაწყისია. ოღონდ სიღრმეც აქვს რა, ისეთი ღვინოა. დაბოლოებაც გრძელი აქვს. თან 2015-ია და საკმაოდ საფერავის რეზერვი. 11 წლის გორული მწვანის. ხო. სინჯავთ. შავკაპიტოს გავსინჯავთ. ო, ძალიან კაია.
მიყვარს ქართლის წითელი, თხელი, მსუბუქსხეულიანი ღვინოები. შავკაპიტო ხო იცი ჩემი ბოლო 1-2 წლის საუკეთესო წითლებში გადის. ფერზეც ცეთია მსუბუქი. ჟოლო წითელი ხილი ხა? ხო, მსუბუქი არომატებია. სიცხარეც მოდის ჩემთვის და ეგ მომწონს კასრის დამახასიათებელი თვისება. ასევე შატო მუხრანის მეღვინის ღვინოც. ხო და მე ესეც გავსინჯოთ. მენაბდის როზეს გავსინჯოთ, ხა მე თაგვარს. ეს არის მესამე მენაბდე საქართველოში, ვინც უკვე ვიცი და კიდე რამდენი მენაბდე იქნება? იყო მენაბდე ხო აყენებს? ვახუშტი მენაბდე აყენებს და აგერ ალექსანდრიც. თეთრით დავიწყებთ. მე როზეს გავსინჯა. ეს არის 20-24? ხელია, ზაფხული რო იყოს და რო ცხელოდეს უფრო მოუხდებოდა. რო აღარ დაცხა არასდროს. მცივა. და მაინც კარგი. არა, კარგი სასიამოვნო დასალევი, თეთრი, რბილი ძალიან. რბილი დაბოლოებით, ისეთი კარგი თხელი ღვინოები არის. მე როზე კაც მინდა გავსინჯე, ამიტომ ვიცი რასაც ვარ. ჟავიანობა მაღალი აქვს, რაც მე. გურულისთვის დამახასიათებელი. ხო, აი. შვენიერი ღვინო გაქვთ? აუ, ძალიან. აი მე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა და იქით ვხედავ შატო მუხრანის აღმასრულებელ დირექტორს და მეღვინეს პატრიკ ჰონებს და ასოციაცია ქართული ღვინის თავმჯდომარეს თინა კეზელს და ორი სიტყვა კითხოთ. ბატონო ჰონებ, რას ნიშნავს საქართველოსთვის მერანოს ღვინის ფესტივალის მასპინძლობა? მერანო ვაინ ფესტივალი ღვინის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი დღესასწაულია. და მჯეროდა რომ მსგავსი ფესტივალი საქართველოსაც სჭირდებოდა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ღვინის, არამედ მთლიანად ღვინის კულტურის, ტრადიციებისა და ღვინოსთან დაკავშირებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ღვინის ინდუსტრიის, ისე ტურიზმის განვითარებას. ფესტივალი უნიკალურ გარემოში ტარდება, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, ღვინის კონკურსებს და ახლოდან გაეცნონ როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო პროფესიონალებს. სწორედ ეს ქმნის იმ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომელიც ადამიანებს აქ კვლავ და კვლავ აბრუნებს. მერანოს შემდეგ საქართველო არის პირველი ქვეყანა იტალიის ფარგლებს გარეთ, რომელიც ამ ულამაზეს ფესტივალს მასპინძლობს მეოთხე წელია. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. მეოთხე წელია მერანო ტარდება და თან ერთადერთი საქართველოა, სადაც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ტარდება. ეს ჩვენი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მეგობრობა სამხრეთ ტიროლის მეღვინეებთან და თვითონ დამფუძნებელთან ამ გამოფენის და რასაკვირველია ის რომ როგორც ღვინის აყვანი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თუ გაიტანდნენ საერთოდ ევროპიდან გარეთ სადმე ამ ფესტივალს, რომელიც პირველი ფესტივალია ევროპაში. და ეს უძველესი ფესტივალი ჩამოვიდა საქართველოში და თვითონაც ძალიან უხარიათ ეს ამბავი. წერა ჩვენთვისაც კარგია და მე მგონი იტალიელებისთვისაც არანაკლებ. რადგან ტრადიციად იქცა, ესე იგი. კი, ნამდვილად უკვე მეოთხეულია ვთქვათ რომ ტრადიციადაც იქცა. Thank you so much. დიდი მადლობა. გადმოვედით ფუდკორტებზე, თან ცოტა ხალხია ჯერ ადრეა და მაგითიც ვისარგებლეთ. აცა მომხვდა თვალებში. ხოიცა მივესალმოთ მაინც. ყოველ დღე პაცას ვჭამ. აი აღარ შემიძლია ყოველ დღე პაცას ვჭამ. კიდევ გამარჯობა კადრში. რამე შეფასება ხო არ გაინტერესებს? წავიდ რამე სხვა ჭამეთ. დაილი აკაც. ხათაშორის განსხვავებული დღემდე ჯუჯიკებით არ გამოსულარ ჯერ. ფესტივალზე ჯუჯიკები არ გამოგვიტანია და აქ ფართო მასშტაბით გამოვიჭრა. სალვადორ დალის კულინარიული წიგნიდან ავიღეთ პომიდორის ჯემის, კი, მისი სოლის რეცეპტია და გალას აქ ძალიან კარგი წიგნია, სხვა შორის იგი იყიდა უცნაური, რომელიც მოხატა სალვადორ დალი. ეს წიგნი.
და იქ იყო პომიდორის ჯემის რეცეპტი. ის წამოვიღე და ძალიან სკეპტიკურად ვარ დღეს აღარ მყოფნის. დროები. აი ფაბიო ნახე იტალიური სამზარეულო. ძალიან იტალიური განწყობებია. აბა, რას გაგვასინჯებ? ოთხი სახის პასტა წარმოდგენილი. გვაქვს პასტა კაზარეჩე, საქონლის ხორცით, ასევე გვაქვს ტალიატელე, სოკოთი, გვაქვს ასევე ნუსხის პროდუქტების პასტა, ნერო, და ასევე გვაქვს რავიოლი საქონლის ხორცით. მოდი ერთი რავიოლი ავიღოთ კი ბატონო. და ერთი პასტა. სიფუდი თუ ისეთ სიფუდი მე არ მინდა. მენდოვით კაზარეჩე უნდა გასცემთ. კაზარეჩე. კი ბატონო, გადავიხდი რა. აუ, შენიერი. დიდი ხანია არსებობს? სად არის? მე რაპორტავ 53 ნომერში, რესტორანი ფაბიო, არის იტალიური სამზარეულო. უგემრიელი პასტები, ჰენდმეიდ პასტები, რავიოლები, ძალიან გემრიელი სასმელი. ხელნაკეთი იქნება ანუ ეს პასტა. ხელნაკეთი რავიოლი არის და ხელნაკეთი პასტები არის. მე ძალიან მიყვარს, ლაშას არც ისე, მაგრამ ნახოთ, იქნებ გავაკვირვოთ დღეს. პასტა მიყვარს უბრალოდ ჰენდმეიდ პასტა მხოლოდ ჩემი არა, მაგრამ ვაღიარებ. რავიოლია ჩემი. ჩემი არის პასტა კაზარეჩი. ჰენდმეიდ პასტა. ვა, რა კარგია. ჩემთვის ოდნავ მეტი აქვს მარილი. ჩემთვის არა, რა თქმა უნდა. მიყვარს ეს ჰენდმეიდ რაღაცები. პასტაში და რავიოლიში ხორცი ისე ძალიან არ მსიამოვნებს, როგორც სოკო. ბოსნაური. ეს იყო. მე მსიამოვნებს. გამისინჯე. ნაღებით არის. ხორცი ისეთია. დაკეპილი, გატარებული არ არის. ცომი ძალიან კაია. რბილია რა. დაბუკე. მინდა გითხრა რომ საველე პირობებში ამაზე კარგი პასტა არასდროს მიჭამია. იმიტომ რომ ამას არ აქვს ბევრი მალი. ამას აქვს. ოდნა, თუ გინდა ეჭამე და მინდა შეჭამ. გიჩვენია? არა, სულ ერთია მარილიანი როშ. კარგი, ნაკო. გონიერია. მოვედით დაკიშვილის საოჯახო მეღვინეობაში. ანუ ჩემი საყვა. უნდა თქვა ეხლა გიხდები დაკიშვილის ღვინოს რო ყიდულობ, ვიცი რომ ხარისხი გარანტირებულია. ქისი და საფერავი კია ჩემი საყვარელი, მაგრამ რამე სხვა არ გამასინჯებ. მოდი ცქრიალა გავს. ცქრიალა შემოგთავაზოთ, შარდონე, რუტი. დასაწყებად მე მგონი, დასაწყისისთვის ყველაზე ისეთი ცოცხალი არომატები. შვენიერი არჩევანი იქნება. მადლობა. აქაც ერთ ოპერატორს. აუცილებლად. გიორგის უნდა გადავუღო რანაირად ვასმე. არა, უნდა ვასწავლო თან გადაღება და თან დალევა, არის ის. მადლობა. ღვინოები ყველა მაგ დაგემოვნებულია. ცხრიალა პირველად დავაგემოვნე და ძალიან გემრიელია მაგ. ესეთია იქ. საფერავი. მეც აღარ ვიცი. ქართული ზეთის ხილი და ქართული ზეითუნის ზეთი. და იქვე გადამამუშავებელი საწარმო. მაგარია. ჩვენ არ დაგვიგემოვნებია, მაგრამ ძალიან დიდი რეკომენდაციები გაუწიეს ჩვენმა მეგობრებმა. შეფებმა თან საინტერესო ის არის, რომ ესეთი მზარეულების მიერ რეკომენდებული ზეითუნის ზეთია. ძალიან გემრიელია. მადლობა, არ არის ქიმიურად დამუშავებული და კიმჩი. ქართული. კიმჩი და აქაც პური ქართული. Food Alliance. აბა გავსინჯოთ აქეთაც. ძალიან გემრიელია. წასვლის წინ ვიყიდი თუ დაგრჩათ. აბა კიმჩი. კიო, არ გინდა კიმჩი? დასინჯო.
ბრენდს ქვია თამა? თამა. ძალიან გემრიელია, მაგრამ ცხარე არის. წიფი ცხარეა ზოგადად, მაგრამ ცხარე უნდა იყოს, ხო? აუ, ძალიან გემრიელი. ინსტაგრამზე. ისე კიმჩი მაგო რა თქვი მეორე? ხანძილის. გამასინჯეთ. მე შენგან გავსინჯავ. ჩემი ფეშენ არის პლაშასთვის საჭმლის ასლა. ხანძილი არის ჩემი საყვარელი მცენარე. საინტერესო გემო აქვს, მაგრამ მაინც კლასიკური უფრო აი არა, თუ მიჩვეული რო ვარ. ალბათ მიჩვეული ხარ იმას. ძალიან კაია ეს. ორივე არის ძალიან გემრიელი. ცხარია. ეს ორი სახეობა გაქვს სულ, ხო? კარგად წარმატებები. ფერმენტირებული. მედოა. დროებით. ეს არის კრახუნა 2023 წლის არის სვირი ოფჩას სადღაც მიმდებარე ტერიტორიიდან ეს არის კომპანია ხარებას ვენახებიდან წამოღებული იქიდან მოგვახომე წლების განმავლობაში ციცკაც, ცოლიკაურიც, კრახუნაც ну ალბათ საქართველოში აი დამერწმუნეთ რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვენახები აქვს საერთოდ და ყველაზე მაგრად უმია. როგორი ყვავილებია, ბუკეტი, ირაკი ფერაძე ვაინერი. ეხა გვაქვს ნუ საკმაოდ ფართო სპექტრი გვაქვს, მაგრამ მთლიანად მაინც ვერ წამოვიდეთ. გვაქვს 53 დასახელების სხვადასხვა ღვინო. ძალიან მაგარი, ძალიან მომწევანი ხო ქონიათ. აი, მაშინ ირაკის რო ვესტუმრებით. აუცილებლად დანარჩენი ვერე. თან ვიცი რომ ძალიან მესიმპათიური ხარ. ძალიან საყვარლები ხარ, კარგები ხარ და თან ისეთ სფეროებს აშუქებთ ხოლმე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს საოცარი ყველებია, აი, მართლა რა ცხიმიანია და რა გემრიელია. აი, ესეც გახსოვს. აღარ გავშვინე. ღვინოა, თხელი, ყვავილოვანი. ანა, ეს გამომართვი? არომატული. რა ყვავილია მე მგონი. აუ, ძალიან გემრიელია. იცი მე ეცაკეთე. სასწაული ყველია. ძალიან უცხოა, კრემოვანი ტექსტურა აქვს და ცოტა აი ბრისა და რაღაცა იმ ნაღებს შორის გამოაქვს. აქ კიდე დმანური ყველი არის, რომელიც დღეს სპეციალურად არ გადავიღეთ, იმიტომ რომ ბოლნისისთვის ვიტოვებთ იმ ყველს. ის ყველი ჩვენი ფავორიტია და ესეც უკვე რაც გავსინჯეთ ასკარი. ხვალ. ღვინის ბრენდს ქვია ბოსტოვანა და ქიზიყელი ბრენდია თვითონ და დანარჩენს ნინი მოგვიყვება ავტორი. ესე ბოსტოვანა არის უღალატო ქიზიყული ღვინო. როგორც მეფერეკლის არ ღალატო და ქიზიყელი მეომარი, ისე ბოსტოვანა არ ღალატებს არც ერთ სუფრაზე. დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მართალი სიტყვის აკრელად. შვენიერი. ძალიან მაგარია. ესეთი ამბავი გვაქვს. შვენიერი ისტორია ახლავს ბოსტოვანას. ერთ-ერთ ფრანგ სომელიეს გავასინჯე და ძალიან ესეთი კარგი შეფასება მისცა და ამის გარეშე ვერ გაგიშვებთ ახლა მე ხო ხშირად ვამბობ ხოლმე რომ დღევანდელ სამყაროში მთავარი მარტო გემო არ არის, მთავარია კონტექსტი, შინაარსი, გარემო და ეს ამბავია ბოსტოვანას ღვინოში. ძალიან მწიფე არომატები აქვს. აი კიდევ წიფე ხილის ცოტა უფრო თეთრი გარგეს მურაბების. აი ყველაფერი ისე. ამშვალი ჩაის და ამშვალი ფოთლების კი, ანინიც ისეთი რაღაცა კახური ცოტა სიხისტე და სიმძიმე არის ღვინო. ძიმე ტანინიც არა აქვს, აი ბილი არის რა. უბრალოდ ძალიან მწიფე ტონები აქვს ყველაფერს. შვენიერი წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, ძალიან კაი. წარმატებ.
გადმოვედით ბატონი რუდოლფის მასტერკლასზე. კი ბატონო, ეს უნდა დავადგინოთ მითია თუ რეალობა ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი საკითხი. ბევრი რა რამდესაც მოვახერხებთ. კაი, ახლა მეღვინეებს დავუშვათ მაგ კითხვებს და გავიგებთ. ეს არის ატამი და პროშუტოა. The peach with the blue cheese ჩიზით, and the prosciutto is a nice mariage, nice balance. ნიგზით. რა საინტერესო ამბავია. რეცეპტს არ მეტყვის. ის ცოტა ბევრი სიტყვაა ჩემთვის. ატმის სიმჟავე არ მოხვდა? ნახე. შიგნით ამ blue cheese-შიც. ჩირია და იმა. ხლიავის ჩირია? მე მგონი ეს ერთად უნდა ჭამო. ერთად. როგორ კერძია? სიმლაშეც მოდის, სიტყვაც მოდის, სიმჟავეც მოდის. უმამიც. უმამი. აუ, ძალიან კაი. ვა, უცხოა. Egg yolk, flour, we make a mixture. Very fluffy. And what you see, what the young chef is doing here, butter, and then very slowly you dip this in the hot oil. მიშლენის გზამკვლევში შესული შეფის მიერ მომზადებული კერძის გასინჯვის შემდეგ მას ვკითხეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართული სამზარეულო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს. Worldwide. Well, agriculture is a big სოფლის მეურნეობაში მრავალფეროვნების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ერთ-ერთი უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ მდგრადობა, ნაკლები ქიმიური ჩარევა და ბუნებისადმი პატივისცემა ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს უნიკალური ჯიშები, ტრადიციები და მეღვინეობის ისტორია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ღვინის რუკაზე. მე ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ. ფიქრობ, საქართველოს ყველაზე დიდი ძალა მის ავთენტურობაშია. წარმატების გზა კი ამ უნიკალური ისტორიების, პროდუქტებისა და ტრადიციების მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობაშია. ადამიანები დღეს სწორედ ნამდვილ და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ და საქართველოს ამის შეთავაზება ნამდვილად შეუძლია. Thank you so much. anytime. შატო მუხრანში რა ტარდება ეს ფესტივალი ძალიან სიმბოლურია და უხდება, იმიტომ რომ ეს ადგილი არის ის ადგილი, სადაც საქართველოში კომერციული მეღვინეობის ერთ-ერთი პირველი მოდელი შეიქმნა. ივანე მუხრან-ბატონმა იმოგზაურა საფრანგეთში მე-19 საუკუნის შუაში და აქ აშენდა სასახლე, გაშენდა ვენახები, აშენდა მარანი. საფრანგეთში იმოგზაურა, უფრო ფრანგული სტილია აქაც ალბათ დაცული. მაგრამ ეხლა შევალთ სასახლეში იტალიის ღვინოების დეგუსტაცია მიმდინარეობს კალაბრიის რეგიონის. აქეთ არის პროფესიონალური პროფესიონალები სიმჯავენ ჩვენნაირები კი არა. ხო, დავხედავთ უბრალოდ. არა პროფესიონალები. არა იქნებ გავსინჯოთ ჩვენც რა იცი. აიცი რა ხდება. მერანოს ფესტივალის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ჰელმუტ კოხერი. გამობიჭირეთ 2 წუთით, იმიტომ რომ მოუცლელია დღეს მთელი დღეა და thank you for agreeing. ბატონო ჰელმუტ, რას ფიქრობთ, რა არის ის უნიკალური მახასიათებელი, რითიც შეგვიძლია ქართული ღვინო მსოფლიოს გავაცნოთ? I know now the Georgian wine since ქართულ ღვინოს უკვე დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. პირველად საქართველოში 2 ათეული წლის წინ ჩამოვედი და იმ პერიოდში ქართული ღვინო ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო. იყო გარკვეული გამოწვევებიც, თუმცა დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობას ვხედავ. საქართველო გამორჩეულია თავისი ჯიშური მრავალფეროვნებით. აქ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი ყურძნის ჯიში კი არა, ათეულობით უნიკალური ადგილობრივი ჯიშია, როგორც თეთრი, ისე წითელი.
ეს ბიომრავალფეროვნება ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა. დღეს ქართული მეღვინეობა ისეთ დონეზეა, რომ ღვინოებში მკაფიოდ იგრძნობა როგორც ტერუარი, ისე ჯიშური ხასიათი და ელეგანტურობა. წარმოდგენილია სხვადასხვა სტილი, თუმცა ხარისხის დონე საერთო ჯამში ძალიან მაღალია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქვევრის ღვინოებმა საკუთარი გამორჩეული იდენტობა შეიძინეს. ამავდროულად მაღალი ხარისხის ღვინოები მზადდება როგორც მუხის კასრებში, ისე ფოლადის ცისტერნებში. სწორედ ეს მრავალფეროვნება და განსხვავებული სტილების თანაარსებობა ქმნის იმ განსაკუთრებულ ენერგიას, რომელიც დღეს ქართულ ღვინოს აქვს. Thank you so much. Thank you. მითების დამსხვრევის დრო დადგა და ეს ყველაზე სწორი ადგილია პროფესიონალებით შემოკრებილ თავმოყრილი, ვინც ამ მითებს დაგვემსხვრევინებს. კაი, დავიწყოთ, რაც დავთქვითხავ ყველას. მითია თუ რეალობა, რომ ყველანაირ ღვინოს უხდება ჩაციება? რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ეს არის მითი. მითია თუ რეალობა, რომ წითელი ყურძნისგან შეიძლება თეთრი ღვინის დაყენებაც? რეალობა. რეალობა, იმიტომ რომ კანს თუ გააცლი, შესაბამისად ფერი ექნება თეთრი. მითია თუ რეალობა, რომ ჭიქის ფორმამ შეიძლება ღვინის არომატი შეცვალოს? აბსოლუტური რეალობაა, გამომდინარე იქედან, რომ ყოველი ღვინო გააჩნია ტემპერატურას, გააჩნია თვითონ ღვინის ჯიშს და დამზადების მეთოდს, ყურძნის ჯიშს და დამზადების მეთოდს. ყოველ მათგანს აქვს გარკვეული ინტენსივობით გამოხატული არომატები, რომლებიც სხვადასხვა ჭიქაში აიქმნება ბევრად უფრო განსხვავებულად. არის ღვინოები, რომელსაც სჭირდება, რომ არომატები მოიკრიბოს ჭიქაში, პირობითად რო ვთქვათ, ესეთ ჭიქა. აი, არის ჭიქები, რომელიც აქ უფრო გაფართოებულია და აქ შევიწროებული, შესაბამისად ჭიქაში გროვდება არომატი და როდესაც ღვინთან მოდის, არომატი აღიქმება ისე, როგორც უნდა აღიქმოს. არის მეორე ვარიანტი, რომ პირიქით ეს ყელი ფართი აქვს, უფრო და უფრო ცილინდრული ფორმა აქვს ჭიქას, პლუს მინუს. ეს არის გამოხატული იქიდან, რომ კონკრეტული ღვინოები ძალიან ინტენსიური არომატები აქვს კონკრეტულ ღვინოებს და შესაბამისად ამდენი არომატი ცხვირზე საჭირო არ არის და შესაბამისად ნაწილი ორხდება, ნაწილი დალევასთან ერთად აღიქმება ცხვირით და ენით ერთდროულად და იკვრება ღვინის კუქეთი. მადლობა. მე მგონი იმდენად სრულყოფილი ახსნა განმარტება მივიღეთ, ამაზე ვეღარაფერს დავამატებ. მითია თუ რეალობა, რომ ხრახნიან ბოთლში აუცილებლად უხარისხო ღვინოს უნდა ველოდოთ? ჩემთვის მითია. მითია, იმიტომ რომ ხრახნიან ბოთლში ხარისხიან ღვინოსაც ხვდებით. და New World Wine ღვინოებმა განსაკუთრებით აქტიურად დაამკვიდრა ეგ ამბავი. ჩვენი თამარი გავსინდათ კიდეც ღვინოს, მაგრამ მანამდე ვკითხა. მითია თუ რეალობა, რომ ნებისმიერი ღვინო რაც უფრო ძველია, მით უფრო მეტად ხარისხიანია? ყველა ღვინოს არ უხდება სიძველე. მითია. მადლობა. მითია თუ რეალობა, რომ ნახევრადტკბილი და ტკბილი ღვინოები უფრო დაბალი ხარისხის არის? რა თქმა უნდა მითია. არსებობს ძალიან მაღალი ხარისხის ნახევრადტკბილი და ტკბილი ღვინოებიც. და მე თქვენთან გავსინჯე ადრე და დღეს გამასინჯებთ მაგას? კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა. შენიერი, კაი, დეგუსტაციაზე გადავიდეთ მაშინ ისევ დავუბრუნდეთ. ნახევრადტკბილ ღვინოს გავსინჯავთ, რომელიც იმდენად დაბალანსებულია, თან მაღალი მჟავიანობა აქვს, რომ გენიალური ღვინოა მე ვიტყოდი. აბა ლაშა გასინჯავს. ლაშასა მოიწონა ურს მახსოვს. ვენახებთ რა არის ორგანული, ვაწამოთ დაახლოებით 100,000 ბოთლამდე, ჯიშური, ასე ვთქვათ, წარმოება აქვს, ჯიშების ესეთი განსაკუთრებული მიმართულებები გვაქვს, როგორც ხიხვი, ვარდისფერი ხაციტელი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით წარმოება ჯერჯერობით საქართველოში და უმცავთ რეკომენდაციას უფრო ასე გაშენდეს და პოპულარული გახდეს საქართველოში, ასევე გვაქვს საფერავის მიმართულება და საინტერესო არის ეს ჩვენი კინძვარაო, რომელიც არის ასევე ორგანული მონახების. არის ძალიან ბალანსში როგორც სიტყვოსთან, სიმჟავესთან და რეკომენდაციას ვუწევთ როგორც სადესერტოდ, ასევე ცხარე საკვებთან. ძალიან კარგად შეესაბამება შესაძლებლობას. ლაშა გასინჯავს მომეგინდა? მაგრა ვიღებთ. ეხლა იცი რა თან ვიღებ და თან სინჯავ, ამიტომ უკვე გავსინჯე და სკეპტიკურად ვიყავი ყოველთვის განწყობილი კინძმარაულის მიმართ, ნახევრადტკბილი ღვინოების მიმართ, მაგრამ თბილისში ღვინის ფესტივალი იყო, რომელიც ჩვენ არ გადაგვიღია, მაგრამ იქ გავსინჯე მე ეს კინძმარაული და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო არის, რაც კი დამილევია საერთოდ.
ბოლო მითია თუ რეალობა და წავედით, დიდხანს შევრჩით ამ კარგ ხალხს. მითია თუ რეალობა, რომ ბოთლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს. სასურველია რომ ინახებოდეს, სასურველია. ეს არის რეალობა ნახევრად მითი. კარგმა ადამიანებმა დაგვპატიჟეს, ჩვენი ღვინო უნდა გაგასინჯოთ და წავიდეთ. როგორი დღელი და მსუბუქია, ნახე როგორი ფერია. კახეთია? თან გრილი არომატი მოდის, თითქოს ქართლის და იმერეთის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან კაცეთელი, საფერავის ხაშმიდან. ჩვენი გაორმეღვინე არის იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მსოფლიო მეღვინეთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტი რიკარდო ტოტანელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ასე ვთქვათ, ღვინის ლეგენდა არის. და ყველაფერი მიდის მისი პროტოკოლებით, მისი გეგმით, ხედვით და სტრატეგიებით. მოლოდის გადაჭარბა. ისეთი სიმსუბუქე ბალანსი, მჟავიანობა, კახეთთან არ გავს ეს რაღაცა ის ცხელ რეგიონი. ჩვენი თავარი არის რომ იყოს ადვილად დასალევი, იზი დრინკებად დასალე. ვარდის უბნის ბლენდს სინჯავ, რა და რა არის? კაცეთელი არის 68%, 17% კახური მწვანე და ქისი. მეღვინეობა არის GBS-ის, კახეთში ვიმყოფებით თელავში. ყურძნები გვაქვს აქ, რასაც შინჯავ, თქვენ არის ვარდის უბნის მეღვინეობა, GBS-ზე ვისწავლა და ყურძნები გვაქვს 68% გვაქვს კაცეთელი, კახური მწვანე 17%, დანარჩენი ქისი. ანუ სხეულიანი ღვინოა, ოღონდ დაბალანსებული არის მუხის კაცის გემოები, ძალიან მკვეთრად არ იგრძნობა, ანუ დაბალანსებული არის მუხის კაცის ღვინოები და გემური თვისებების ყურძნიდან აღებული. ყვითელი ხილის არომატები მე რა ვიცი რა კასრის არომატი ძალიან მომწონს რა ანუ ისედაც უამბობ მაგას მაგრამ რაც უფრო მე ღვინოს სინჯავ კასრისას უფრო და უფრო მიყვარდება თეთრშიც წიფლები ხო იცი ჩემი ფავორიტია კასრის მაგრამ თეთრშიც განსაკუთრებულად შემიყვარდა ძალიან საინტერესო ღვინოა გვალია გიყვარს ეს ბლენდები მე ძალიან კარგი ბლენდი თუ არის, რა თქმა უნდა, მიყვარს და მე მეორე ხალხში გადის ეს, ანუ საქართველოში და თბილისში ზოგადად ეს ღვინოები არ იყიდება მაქსიმუმ 1-2 მაღაზიაში თუ ვიყავით ამ ღვინოებს 8000 მოსავალს. სად მაინც ვქათ? 8000 მოსავალში. მან როგორც მე ვიცი, ახლა ბოლო პერიოდში მან დიდო რამოდენიმე თვის წინდა. ისე ზოგადად საექსპორტო არის და წელიწადში ვაწარმოებთ ამას მხოლოდ 1000-დან 1300 ბოთლამდე რა დაახლოებით. წავედი მე, ჩემი შვილის graduation-ია და არ მინდა რომ გამოვტოვო, ლაშას გიტოვებთ. დაგვტოვა. ყვების მასტერ-კლასებს დავუბრუნდით. ალექსანდრე ტატიშვილის მასტერ-კლასი არის ახლა. ანა წავიდა. დავრჩი მარტო, მე და გიო. მოდი ტატიდან. ორაგული გვაქვს და კრევეტი პაპადუმში. სოუსი არ მიკითხავს რისია. მაგრამ ცოტა მაგრამ ძალიან გემრიელია და უნდა დავაზუსტო რისია. საქართველოში არ გვაქვს ის პროდუქტების კულტურა იმდენად განვითარებული, რომ კარგად ვამამზადოთ თუნდაც კრევეტი, თუნდაც სხვა ზღვის პროდუქტები და ძალიან სასიყვარულოა, როცა რაღაცა განსხვავებულ გვთავაზობენ სხვადასხვა შეფსარეულები და ამ შემთხვევაშიც ზუსტად ეს არის აქ რა. ორაგულიც განსხვავებულად ამამზადებული, კრევეტიც განსხვავებულად და სოუს კიდე ერთხელ ვიტყვი დავაზუსტებ რა არის, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. რაღაც ხილია რა. თან ძალიან ნაცნობია, მაგრამ ვერ ვხსენებ. ეს კერძი არის ბევრი კომპონენტისგან შემდგარი. შიგნით აი ამ ფენოვან ცომში არის მოთავსებული ლობიო ქართული სუნელებით შეზავებული და ქართული ლორით. ეს არის თხილის соуსი. წერის ბარკალი და ჩახოხბილი.
როგორ იჭმევა არ ვიცი. აი, ვარაუდის მიხედვით თუ გავყვებით. იწყება აქეა. ესეთი ხორციანი მწყერი სადიშოვეს არ ვიცი. მართლა ცხოვრებაში არ მიჭამია. მაგრამ ძალიან გემრიელია. ის თხილის соуსი ძალიან მოუხდა. ძალიან გემრიელი და ძალიან უსხოა რა. თან ქართული გემოებია. თან ვერ ხვდები ერთად რა უნდა ლობიოს, ლორით და ჩახოხბილს და მწყერს, მაგრამ თურმე შეიძლება და ეგა ყველაზე კაი რო ექსპერიმენტები ჩასატარებელი არის. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც კლასიკას მივყვეთ რა. ბატონ ალექსანდრეს ბრავო. გიოზე არის ფიქრობ არ ჭამს, მაგრამ სვავს. ეს ფენოლონის ომის ალბათ ამ ლობიოსთან ერთად იქნება უფრო გემრიელი ვიდრე ისე. ჰავზე შევიზიგე. იმერეთში გააქვთ? ბაღდადში. კუნძა იშვიათი ჯიშია საკმაოდ არა? 2016 წელს საერთოდ არავინ არ იცოდა ამ ჯიშის შესახებ. დავგუგლე რა, ესე რომ ვთქვა, გადაჭრილი ხის კუნძებია მომიყარა და ის მერე დაიწყო ამ ჯიშთან ურთიერთობა იმ 90 ბოთლიდან პირველად რა და წავიდა ბევრი რაღაცები ვისწავლეთ ამ ჯიშთან მიმართებაში და მივედით იმ ბოლო აზრამდე რომ ეს ჯიში 10%-ით 4 თვე ქვევრში არის იდეალური იმერული ღვინო. ძალიან კაი, საინტერესოა ყოველთვის, როცა მეღვინეები ძველ კარგად დავიწყებულ ჯიშების აღდგენაზე მუშაობენ და დასაფასებელია ორმაგად. ძალიან წიფე არომატები აქვს არა? კი, ატამი, ჩირები, რაღაცა. ეს ქვევრში დაყენებულია თუ? არის დაყენებული 10% ჭაჭა. 10% ჭაჭა, კი ბატონო. განახლებულ ჯიშებს ხოლმე ჩემი დაკვირვებით შეიძლება ვწდები. ცოტათი აკლია ხოლმე აი რაღაცა გაფურჩქნა, გახსნა რაღაცა და ეს ძალიან ის არის რა, ანუ შემდგარია რა. ალბათ ის იმიტომ ხოლმე რომ ახალი ჯიშია და არ ვიცით როგორ მოვექცეთ. აი ზუსტად ცდა გავაკეთე ამ ჯიშს, ესე რომ ვთქვა, ცდა ბჭყალებში, იმიტომ რომ ევროპულათაც დავაყენე, 50% ჭაჭითაც დავაყენე 30% ჭაჭით 5 თვე, 3 თვე, 4 თვე და აი მე საბოლოო ჯამი არის ის და საბოლოო შედეგი მივიღეთ, სადაც უკეთესად გამოაჩინა თავი ეს იყო 10%-იანი ჭაჭით 4 თვე ჭურში რა, ესაა სულთა იმერული ტექნოლოგია. შვენიერი. ესე იგი მირიანის მარანი კუნძა დავაგემოვნეთ ახლა და მოსანიშნი ღვინოა. დღის ბოლოს ალბერტო ანტონინისაც შევხვდით. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ენოლოგს, საერთაშორისო ღვინის კონსულტანტს და ეგრეთ წოდებულ მფრინავ მეღვინეს, რომელიც წლებია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ღვინის რეგიონში მუშაობს. Georgia is playing pretty well. საქართველოს ძალიან კარგად ახერხებს მრავალსაუკუნოვანი ღვინის ტრადიციებისა და ისტორიის შენარჩუნებას, თან ისე რომ ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და უფრო თანამედროვე ხდება. საქართველოს ყველაზე დიდი ძალა უნიკალურ ტერუარებშია, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებასა და გამორჩეულ იდენტობაში. სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი ავთენტურობა და არ ეცადოს სხვების მიბაძვას. ღვინო ისტორიას ყვება და თუ რომელიმე ქვეყანას აქვს მოსაყოლი ისტორია, საქართველოს ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. You are attractive enough for many reasons. ფესტივალი საინტერესო პანელური დისკუსიებით გაგრძელდა და საღამო ცოცხალი მუსიკით დასრულდა. ჩვენ ვაგრძელებთ ფესტივალების სეზონს. მალე ისევ შემოგიერთდებით ჯერ ბოლნისიდან, შემდეგ კი ზუგდიდიდან, სადაც 4 ივნისს ბავარიული ლუდის ფესტივალი გაიმართება. სტუმრებს ბევრი ლუდი, სახალისო თამაშები, ბავარიული ატმოსფერო და მთავარი პრიზი. ბავარიაში მოგზაურობა ელოდებათ. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გვაქვს და შემოგვერთდით 4 ივნისს ზუგდიდში.